ხალილ იბრაჰიმს არ ვუჩივლებ თიავოს. ჩემს გამო თავის საფრთხეში ჩაიგდო. ჩვენს გამო შური იძია და ესმაც წამოიყვანა. ჩივილს არ ვაპირებ, უბრალოდ ზეინები მეწოდება. იქ რომ ყოფილიყავით, ჩავერეოდით და უფრო დამაჯერებლები ვიქნებოდით. დიდემს მოწმედ არ დავტოვებდით. ასეთ ემაც დაიხურებოდა. აშკარად სპეციალურად მოიქცა ასე. გადაწყვიტა გაერისკა, ვიდრე მთელი ცხოვრება იმ გოგოს შანტაჟი აეტანა და საბოლოოდ ციხიდან გამოვიდა. გამოვიდა. ახლა ჯენგიზი და დანარჩენები რას იფიქრებენ? ღამით შვილი მოგვიკლა და დილით რძალი წაგვართვაო. ასეა. ისე ქემალთან რა მოხდება? ესმა წაართვი. ამას დამლას გამო არ გეუბნები. ეს თემა დახურულია. აქ წამოსვლამდე კიდევ ერთხელ ველაპარაკე. მადლობ. მაგრამ ესმას გამო ქემალი გაგინაწყენდება. ხო და განაწყენდეს. ამისთვის მზად ვარ. სინამდვილეში ჯამალი კარგი ადამიანია. ურთიერთობაც კარგი გვაქვს. ესმა საკუთარი დასავით უყვარს და უნდა ბედნიერი იყოს. თანახმა თუ იქნები, მას დაველაპარაკები, იქნებ კომპრომისს მივაღწიოთ. აქ კომპრომისი შეუძლებელია ძმამ, ვინც რამის დათმობაზე წავა, ყველაფრის გარეშე დარჩება. ცოტაც მოიცადე. დამლას დავშორდები, ესმას შევირთავ ცოლად. იქნებ შვილიც გაგვიჩნდეს. იქამდე თუ ერთმანეთი არ დავხოცეთ? და ქემალი რას იტყვის? იძულებული გახდება მიგვიღოს. მისი სისუსტე ვიცით. შვილიშვილები. ერთხელ მაინც შეგიძლია სხვებისთვის თავი არ გაწირო. ლეილა, ეს სხვა ჩემი ცხოვრების აზრია. საყვარელი ადამიანისთვის თქვენ ზუსტად იგივეს გააკეთებდით. ხო, მაგრამ ამ გადმოსახედიდან შეუძლებლად გვეჩვენება. როგორც ჩანს, მსგავს სიტუაციაში მყოფი ადამიანი სხვაგვარად ფიქრობს. მაგალითად, ჩემთვის 3 თვის წინ რომ ეთქვათ ფიქრეთის გამო ოჯახის წინააღმდეგ წახვალო, ვიტყოდი რომ სისულელეს ამბობდნენ. განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩემი ძმა ჯერ ისევ ოფიციალურ ქორწინებაშია. ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. სხვათა შორის, თქვენს ძმას ვუთხარი, არც კი იფიქროს, სანამ დამლას არ გაშორდება. თავარია ჩემი ძმის გვერდით ხარ და მისთვის ესეც საკმარისია. თავის სიზმარში გონია. და შენ დაიგო? საყვარელ ადამიანთან როდის იქნები? შენი მცდელობები დიდემის მშობიარობის მერე დასრულდება? არ ვიცი, ლეილა. დრო გვიჩვენებს. ხედავთ, რომ მდგომარეობაში ვართ. ვინ დაგვწყებლა, რომ აქ 5 ქვრივი ერთად ვსხედვართ? შენი აზრით საკინე? არ მინდა სახელი ვთქვა, რადგან მისი და აქ არის, მაგრამ პირველი ასოა ა. ჩემი და მე რატომ დამწყევლი და შენი და მამას ბედნიერების შურდა. მართალია ცოტა შურიანი იყო. ცოტა ცხოვრება დაგვენგრია. ზეინები როგორ არის, ნადიმე? როგორ იქნება? ცოცხალ მკვდარივით. ნარგიზ, შენს ქალიშვილზე ამბობენ, რომ თავის მოკვლას ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის. დაუ ნარგიზ, სახლში ვერ კითხეთ. იქნებ თვითონ დამლამ გადაუხადა ფული ძმებ ქიქას მისთვის რომ ესროლათ. გაჩვენდი აიშე. არის საკითხები, რომელზეც არ უნდა ვილაპარაკოთ. მადლობელი იყოს, რომ ქაანი მოკვდა და იავუსმა არ დაიწყო გამოძიება, ვინ ესროლა. აიშეს უნდა გითხრას, რომ ამდენი ფულის გადახდა საჭირო არ იყო, მეც სიამოვნებით მოვკლავდიო. რას ამბობდე იდე საკინე? ვინმეს მოკლას რომ ვაპირებდე, ესმას ვესროდი. იქნება ამ სახლში ასე აღარ იხუმრო. შენზე ჯერ კიდევ გაბრაზებული ვარ. გილოცავდე იდანედიმე. მეც მომიშორე და დამლაც. რძლად კი ის გოგო გყავს, რომელიც გინდოდა. არა, მე დამლას კმაყოფილიც ვიყავი და შენიც. მაგრამ თავარი ჩემი კმაყოფილება კი არა, ჩემი შვილის ბედნიერებაა. მასთან უნდა იყოს, ვისთანაც ბედნიერია. ნარგიზ, ხუმრობას თავი დავანებო და იქნებ, დამლას ვაჩვენოთ მიზეზი, რისთვისაც უნდა იცოცხლოს. ადამიანი, რომელსაც შეიყვარებს. პატარა ბავშვი ხომ არ არის საკინე, იმედი მაქვს ფიქრიც გონებიდან ამოიგდებს. ღმერთმა ქნას. ნედავის მალე მოხდეს.
კეთილი იყო შენი მოსვლა დიდამ. გმადლობ. როგორ ხარ? კარგად შენ? კარგად. დავსხდეთ. მართალი გითხრა შენთან დალაპარაკება მინდა იმის გამო, რომ ცოლად ბიძაჩემის მკვლელს გაყევი. მაგრამ ვიცი ეს სიყვარულის გამო არ გიქნია. გინდოდა ერთი ადამიანი შენ წინ მუხლებზე დამდგარიყო. მე კი ვიცი რატომ დამირეკე დამლა. როდის იქნება ქორწილი ვინ დაესწრება, ეს ყველაფერი უმიზეზოდ არ გიკითხავს არა? როგორც უკვე თქვი, ქანი არ მაინტერესებს. არაფერი დამიკარგავს. პირიქით მოვიგე. აი? რა გითხრა დიდამ? გილოცავ? ყველაფერი გააკეთე, მაგრამ ბოლოს მაინც მოგებული დარჩი. ახლა შენი ჯერია. ნუ მაცინებ. სანამ არსებობს ფიქრეთი, თავის ესმასთან ერთად. რა შანსი მაქვს? ხალილ იბრაჰიმზე გათხოვების ბევრად ნაკლები შანსი მქონდა, მაგრამ აი შედეგი. ადამიანი გავაგიჟე. ზეინებმა კი საყვარელი ადამიანი თავისი ხელით გადმომცა. შენ შეგიძლია ფიქრეთი გააგიჟო. აიძულე გააკეთოს ის, რასაც თავისი ნებით არ გააკეთებს და ესმაც საკუთარი ხელით გადმოგცემს. ძმაო, ხედავ რომ შენ და ესმა ძალიან ბედნიერები ხართ და ძალიან მიხარია. დიდი მადლობა ძვირფასო. ღმერთმა ბედნიერება არ მოგაკლოთ, მაგრამ იცოდე ესმა სხვებს არ გავს. ეს რაც ნიშნავს? მიხვდი რასაც ნიშნავს. მაგას მე კი არა, შენს ქმარს უნდა ეუბნებოდე. მორჩეს ეს განქორწინება. ხომ გითხარი მორჩება მეთქი ძმაო? ამბობდა მაინც ვერ მშვიდდები. ჯერ დამთავრდეს და მერე დავიჯერებ. ისე არსად წახვიდეთ. ღამით აქ დარჩით, საღამოს ვახშამი მოვაწყოთ. ნარგისაც უთხარით. დამლასაც ვუთხრათ ძმაო. ღმერთო ჩემო. სად მიდის? ხალილ იბრაჰიმთან შეხვედრა და პირისპირ ლაპარაკი უნდოდა. ჯილალის თემაზე უთხარი? შევთავაზე, მაგრამ მითხრა შევშვებოდი. მგონი ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაგვეშვა, მაგრამ როცა საქმე ფიქრეთს ეხება, იაბოს, თუ მსგავს საკითხებში ჩვენ არ ჩავერევით, მაშინ ვინ ჩაერევა? ვიცით ხალილ იბრაჰიმმა რაც გააკეთა. ჩემს და ცხოვრება თავზე ჩამოენგრა. ჩვენ კი აქ უმოქმედოდ ვიქნებით და არაფერს გავაკეთებთ? ადამიანების ბედნიერებისთვის არაფერს ვიზამთ? კარგი ლეილა, კარგი. რა გინდა ვქნათ, ქემალის სახლში როგორ შევიდეთ? რას ვიტყვით? მე წამოვალ. ბოლოს და ბოლოს გამზე იმ სახლშია. ბიჭები კი ჩემი ძმები არიან. სულ ესაა. ჩემი ჭკვიანი ცოლი. კარგი, წავიდეთ. ყველასთვის ბედნიერება უნდა. იცოდეს შეგჭამ ჩემო ტკბილო. იაბოს, წავედით. მოდი. გზიდან დავრეკოთ. კარგი. მანქანა ხომ არ ვიყიდოთ ფიქრეთ ბეი. საიდან მოიტანე? ჯავშან ჟილეთს რომ არ იყენებთ, მანქანას მაინც კონდეს. ჩემზე ასე ნუ ნერვიულობ. ვიყიდოთ ჩოთა. თქვენთვის ვამბობ ფიქრეთ ბეი, ჩემს თავზე ხომ არ ვინერვიულებ. ერთ თუ მიბრძანებთ, მაშინვე გავისვლი და თავსაც მოვიკლავ. არც დაფიქრდები. რა იყო ცოლს ეჭხუბე თუ სიკვდილი რატომ გინდა? არ მინდა, მაგრამ მზად ვარ. ასე ნუ ამბობ შოთა, სიტყვაზეც არ თქვა. მართო ჩემო. მე ოღუს დაველაპარაკები ფიქრეთ ბეი. აი ასეთი არ გვაწყენდა. რა სიტყვით? ისევ ამაზე ლაპარაკობს. ძალიან ლამაზია. კარგ მუშაობას გისურვებთ ბატონებო. გამარჯობა. 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 როგორ ხართ? გმადლობ. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. ხალილ იბრაჰიმი აქ არის? სადმე უნდა წასულიყო? აქ არის აქ, ოღუსთან ერთად. ის ინსტრუმენტი დატესტეთ ბატონებო. დავტესტეთ, ძალიან კარგია. ძალიან ძლიერია შოთა, ვინმე თუ ისვრის, გავიგებთ. ისე ნასროლის კვალიც კი არ ეტყობა შოთა. მართლა ასეა. კარგი, თუ ასეთი ეფექტურია, მინდა ფიქრეთ ბეისთვისაც ასეთი შევუკვეთო.
რა სიტყვით? გააკეთებინე. წამოდი დაჯექი. გამარჯობა. გამარჯობა. კეთილი იყო შენი მასულა. გმადლობ. გამარჯობა. მობრძანდი დაჯექი. ჰალილ იბრაჰიმ, არც კი ვიცი რა ვთქვა. ის თქვა მე როგორი ბედნიერი ვარ თუ შენი და ზეინების ბედი როგორ მაწუხებს. აღარ ვიცი როგორ მოვიქცე. შენი ბედნიერებით დატკბი, ჩვენზე ნოიფიქრებ. აბა, რა გეგმა გვაქვს? ეს დიდემი ვინმე შეიწყალებს, თუნდაც მშობიარობის შემდეგ. თუ გეტყვი რომ მასში სიბრალულის ნასახიც არ არის, მართალი ვიქნები ფიქრეთ. დამლა გონს ხომ მოვიდა, თუ აქ ამის შანსიც არ არის. ასეა? ზუსტად. მინდა ზეინები თქვენ სახლში არ ჩარჩეს, სხვა ყველაფერს გავუმკლავდებით. ასე ამბობ, მაგრამ იცი რომ ზეინები ჩემზე ძლიერიცაა და შენზეც. როგორღაც გაუმკლავდება. თქვენ ის მითხარით, ჯენგიზის ხროვას როგორ გავუმკლავდეთ ან ქემალის სვავებს. ისქანდერს დაურეკე აქ მოვა. რომ მოვა გავარკვევთ, შურის ძიებას გადაწყვეტს თუ ამ გზას ჩვენთან ერთად დაადგება. ადამიანშვილი მოუკვდა ოღოს, ჩვენთან ერთად როგორ ივლის. მისმა შვილმა მეტისმეტად დიდხანსაც კი იცოცხლა. თუ გადაწყვეტ შვილს შეუერთდეს, მე პრობლემა არ მაქვს. ქემალზე რა სიტყვი? ის და ჯენგიზი აშკარად გაერთიანდებიან. მე და შენ გაგვიყოფენ, თუმცა ჯერ არ ვიცი რომელს ვერ გებით. მოვიდნენ ძმაო. ვისაც უნდა ის მოვიდეს. უკან უკვე აღარ დავიხებთ. უკან არ დავიხევი ევოს. თუ ძმები უნდა და მოფრთხილებოდა. გამზე გააცილე. ჯელალ, შენი მეგობარი წაიყვანე და სიტუაცია აუხსენი. ვიზიარებ გამზე. ღმერთმა მეგობრები დაგვილოცოს ლეილა. რაც არ უნდა იყოს ძმა. თარიქის გამსგავსი რამ მეც განვიცადე. თამირზე აღარაფერს ვამბობ. რა გითხრა ლეილა? ხასიათიც ერთნაირი ქონდათ და დასასრულიც. ჯემალ. რატომ დერის? ძმაო, ჯელალს რომ გააყოლე, სწორად მოიქეცია უზი იმას ამბობს, რაც თვითონ უნდა. ნახოთ მისი სიტყვებია თუ ფიქრეთის. ჯენგიზი რომ მოვა, მერე ვიმოქმედებთ. ბიძია ქემალი ძალიან გაბრაზებულია. მესმის და მართალიცაა, ვერაფერს ვაკეთებთ, ჯალალ. ეს სიყვარულია. ეს სირცხვილია იავუს. კარგი სირცხვილი იყოს, მაგრამ ამის გადაჭრის ერთადერთი გზაა. რა გზა? მომისმინე. ამას ისე გეუბნები, როგორც დამლას ძმა. ეს საქმე დამთავრებულია. იმ დღეს რომ არ გესროლათ, სასამართლო ფიქრეთს და ჩემს დას დააშორებდა. ანუ ამ საქმეს ქორწინებით თუ დავასრულებთ, შვილიშვილებს თუ დავამატებთ, აღარც სირცხვილი იქნება და აღარც არაფერი. ორი ოჯახი გაერთიანდება. ამაში მამაჩემი და ბიძაჩემი როგორ დავარწმუნა? ასე მოვიქცეთ. ფიქრეთს როგორ მე აქ მოვიყვან. აქ თუ არა თქვენს რესტორანში. ვახშამი მოვაწყოთ, ბოდიშს მოიხდის. იქნებ ფიქრეთი ქემალთან მივიდეს და თემაც დამთავრდეს. ვინ იცის? ფიქრეთი ბიძიასთან მივა? თუ ბიძა შენი მას და ეს მას ბედნიერებას უსურვებს, რატომაც არა? ყველაზე სწორი ეს იქნებოდა. იავუს, გავაფრთხილებ. რას თქვი გადავცემ. თუ მიიღებს, გეტყვით. კარგი. საღამოს ფიქრეთთან მივალ, დაველაპარაკები და მერე დაგიკავშირდები. ცოცხალი როგორ დაგტოვეს ფერჰად? უბრალოდ ჩემი მოკლა საჭირო დარჩა თვალეს. თუ ადამიანის სიკვდილი იმ წამს არ სჭირდებათ, არ ჩქარობენ. რომ ასე? ისქანდერ. მიჭირს ღიად ლაპარაკი. რაც უნდა იყოს მამახარ.
შენი შვილი როგორი ადამიანიც უნდა ყოფილიყო შენს ტკივილს პატივს ვცემ. თუ შურისძიება გინდა ეს შენი უფლება. თუმცა იცოდე, ცეცხლს თუ გამიხსნი, თავის დასაცავად იგივეს გავაკეთებ. ისე შენთან და ფერჰადთან პრობლემა არ მაქვს. სამწუხაროდ სუსტ ადგილებში გვარტყამენ. ქანი ჩემი სუსტი წერტილი იყო. დიდხანს ვეცადე ასე არ მომხდარიყო, მაგრამ დასასრული ვერ შევცვალე. ბრაზობ თუ არა შენზე? ძალიან. შურისძიება თუ მინდა? მინდა. თუმცა ვიცი რომ ჩემი შვილი აქამდე შენ არ მიგიყვანია. იმის თქმაც კი შემიძლია რომ მამშვიდებს შურისძიება რომ არ მიწევს. მიზეზი რატომაც აქ ვარ? თუ კი შურისძიებას დავიწყებ იმის გამო, რაც ჩემ შვილს გაუკეთეთ, სისტემა, რომელშიც ვცხოვრობთ, არც მე და არც ფერჰადს არ გაგვახარებს. შენ ისედაც ამ სისტემის სამიზნე ხარ. გეუბნები ამ კოზირსაც შენ მოგცემ და შენ მათ გაანადგურებ. მერე კი ამავე სისტემის მიხედვით ან ერთად ვიმუშავებთ, ან ერთად გავქრებით. თუ სისტემაზე ვილაპარაკებთ რის გაკეთებასაც შენაპირებ, მათთვის ღალატია. თუ გაიგებენ შენ და ფერჰადს არ გაცოცხლებენ. რომ ნდომებოდათ უკვე დაგხოცავდნენ, თუმცა არ შეუძლიათ. ბიძია მათთვის ადამიანია, რომელსაც უარს ვერ ამბობენ. აქ არც ცხოვრება უნდათ და არც მუშაობა. ჰალილ იბრაჰიმ, რა სიტყვი? მე თანახმა ვარ. თამაში შენ წაიყვანე, მე იმას გავაკეთებ, რაც საჭირო იქნება. ღმერთო, რას ნიშნავს ხელზე ვაკოცო? ძმაო, თუ ბედნიერება გისურვა, სიმამრს ხელზე არ აკოცებ? ყველაფერი დამთავრდა, მარტო ხელზე უნდა ვაკოცო? ამაში ცუდი რა არის, ძმაო? ადამიანი მისთვის ყველაზე ძვირფას მოგცემს, ბედნიერებას გისურვებს, შენ კი ხელზეც არ აკოცებ? არაფერი დაუთმია, ზეინებ, თვითონ ავიღე. ასე ნუ შვილო. ის მაინც უთხარი, რომ თქვენი ქალიშვილი თავისი ინიციატივით მოვიდაო. ასეა თუ არა, რა მოხდება დედა თუ ქემალი უარს იტყვის? რას ნიშნავს რა მოხდება? სისხლი დაიღრება, ვერ ხვდები? ესმა, არაფერს იტყვი? მე იმ ხელს ვაკოცებ, რომელსაც ფიქრეთი. მაგრამ თუ ფიქრეთს არ უნდა მამა ჩემის ხელს ემთხვიოს, მაშინ სათქმელი არაფერი მაქვს. ვიტყვი რომ ასეა, საჭირო და მივიღებ. მაგრამ რაც შეეხება სისხლის დაღვრას, ნედიმე ხანი მიმართალია. თუ ახლო ეს დროში არაფერს მოვიმოქმედებთ, ჩემები მშვიდად არის ხდებიან. იავუს დაურეკე და უთხარი, რომ მე და ძმა ფიქრეთი მივალთ და იმას გავაკეთებთ, რაც საჭიროა. თუ საჭირო იქნება, მე და ნედიმე მივალთ. რა თქმა უნდა. მისი ხელისკენ დაიხარე ფიქრეთ. ქემალი შეგნებული ადამიანია. თუ დაინახავს, რომ ხელზე საკოცნელად იხრები, გაკოცნინებს და ჩაგეხუტება. მართალია. შეიძლება გაგაბრაზოს. უხეშად გელაპარაკოს, მაგრამ ისე მოვიქცევით, ვითომ არაფერი უთქვამს. თავარი შედეგია, შვილო. ჩემზე ამაყი ხარ, თუ ჩემზე ნაკლებად გიყვარს? ვინმემ რომ მითხრას ხვალ ხალილ იბრაჰიმთან იქნები, მაგრამ ამისთვის უნდა წახვიდე და დიდემს ხელზე აკოცო, ვაკოცებ. დანარჩენი შენი გადასაწყვეტია.
იავუს ჯელალს დაურეკე და უთხარი რომ მივალთ. აი ასე. იავუს ირეკავს. უბასუხე. გისმენ ჩემო იავუს. ფიქრეც ველაპარაკე და დამთანხმდა. ანუ ბიძა ჩემს ხელზე ამბორება? გეუბნები ჯელალ. კარგი იავუს, ხვალ საღამოს ჩვენს რესტორანში მოდით. ვახშამზე. ვინ იქნება? ოჯახი. ოჯახი იქნება რა? ესმა არ წამოიყვანონ. იავუს, ესმა დატოვეთ, არ წამოიყვანოთ. სიტუაცია შეიცვალოს, დაალაგდეს და მერე მოვიდეს. კარგი? კარგი ჯელალ. კარგი შევთანხმდით. ძმაო, ესმაც მოსულიყო, იქვე დავტოვებდით. ეს ჩემი შვილის თვალწინ უნდა გააკეთოთ, გაგიჟდით? მერე ასე ვერ გავრისკავ. და ამ სიტუაციაში თავს ვერ ჩავიგდებ. ქემალ. იდრისი შენც კი არ გაჩვენებს ამას როგორ გააკეთებს. მოვა და ესვრის. ჯელალი მაშინვე გამოაპარებს. ვერავინ გაიგებს ეს ვინ გააკეთა. არ მომწონს რომ ეს ჩვენს რესტორანში უნდა მოხდეს, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ. კართანვე მოვკლავთ ძმაო ქემალ. გამოვლენ და მაშინვე. შენთან კავშირი არ ექნება, აპატიებ და მერე მოვკლავთ. შენ შვილზე არ ინერვიულო, ეს შენს სინდისზე არ არის ქემალ. კარგი, იყოს როგორც თქვენ ამბობთ, მაგრამ ჯობს გამზემ არაფერი იცოდეს. ჩემმა ცოლმა ეს არ უნდა იცოდეს. თავარი ახლა ის არის, რომ როდის მიხედავ ჰალილ იბრაჰიმს. ფიქრეთის გასვენებაში. შვენიერია. სუფთა საქმეა. ლოგიკური გამოდის. ჰალილ იბრაჰიმ, სახლში მივდივარ, მოდიხარ? შენ წადი, მე საქმე მაქვს. რა საქმე? ანგარიში ჩაგაბარო? ამიტომ არ მიკითხავს. მაინტერესებს ვის ხვდები? იმ გოგოსთან რამე კავშირი გაქვს თუ არა? მეჯნუნ ბეი უნდა მოვიდეს, მას ველოდები. ძალიან კარგი. სახლში გელოდები. ედანურ, ოღუზი სად არის? მეჯნუნს ელოდება, მალე მოვლენ. კარგი, ესე იგი სალაპარაკო ექნებათ. წამოდი წავიდეთ. შენ წადი, მე საქმე მაქვს. ედანურ, საჯესთან ვერ დავჭდები. შენ წამიყვანე. ედანურ, ცუდად ვარ. კარგი, წავიდეთ. გასაღები. გასაღები. მომეცი, ღმერთო ჩემო. ბიჭებო, ხამე მშვიდობის. ბიჭები დაგვიძახა თუ მომელანდა? რა საკეთებს? უფროსის როლს თამაშობს. მერთო უშველე. უკან რატომ დაჯექი? წინა სავარძელზე ხვედი მაწვება, რა მოხდა, შენთვის პრობლემაა? არა, პრობლემა არ არის. დროებით. დროებით. ხილადი არე. სად გნებავ წაგიყვანოთ დიდამ ხანიმ? ედანურ, შენი თავი არ მაქვს. Komutanım hoş geldiniz. მობრძანდით ბატონო კომისარო. მადლობ. შემობრძანდით. ჰალილ იბრაჰიმი მარტოა? მარტო, ედანური და დიდემი ახლა გავიდნენ. შეგიძლია სამი ყავა მოგვიტანო.
Otur otur. დაჯექი. Halinden ისედაც ყველაფერი ზედგაწერია საქმე ცუდად გაქვს. çökmüş. ხანდახან ყველაფერი კარგად მიდის. ასე არა? Söz dinleyince Gitxari. nasıl yolunda gidiyor değil mi? Ne gibi? მაგალითად რა, კაპიტანო? Kankan anlat. ყველაფერს მომიყვა. იმ ისქანდერს უთქვამს, რომ მოვა და სქემას გათქვამს. თქვა, რომ სისტემას გათქვამს. O sistemde gelip ის სისტემა კი მოვა და დაგხოცავს. ეს უთხარი? უთხარი, მაგრამ კაპიტანს ეს ნაწილი არ აინტერესებს. რაში მაინტერესებს, რა შეიძლება მოხდეს? მე მხოლოდ ერთ ნაწილზე ვარ პასუხისმგებელი. ისევე როგორც თქვენ. იმ ისქანდერს უთხარით მოვიდეს და ვილაპარაკოთ. Bu iskele ამას თქვენ გამო არ ვამბობ. yarın iftardan sonra თქვენ სიკვდილთან ვალში ხართ konuşalım. Sizin için söylemiyorum. და თუ ახლა გადარჩით, O adam bir sistem ყველაფერს ettikten sonra თავიდან დავიწყებთ. derlerse yine başlangıç თავიდან. noktasına geri döneriz. komutanım. კაპიტანო, ისქანდერი ის კაცი არ არის, ვინც მარტივად ნებდება. ამ ადამიანს ჩვენთან მუშაობა უნდა ნათესავებისგან, რომ თავი დაიხსნას. Ben itirafçı olsun. თქვი დანებდეს მეთქი. Yok komutanım. არა, კაპიტანო, არ გითქვამთ. Yani diyorum მე გეუბნებით, კაპიტანო. adama da bu ამ ტონით თუ დაელაპარაკებით, არ გააკეთებს იმას, რასაც ვეტყვით. შენ რა საკუთარ მასწავლებელს ასწავლი ადამიანს როგორ ელაპარაკოს? tamam komutanım. კარგი, კაპიტანო, როგორც გინდათ, ისე მოიქეცით. გმადლობ. გემრიელად მიირთვით. გმადლობ. შეგერგოთ. აბა, Bebeğin durumu ბავშვი როგორ არის? Benden გონი ყველაფერი კარგადაა. aman aman. იმედია ყველაფერი კარგად იქნება. დედას ყველაფერში დაეთანხმეთ. ბავშვის პიროვნება დედის საშვილოს ნოში ყალიბდება. ჯერ ბავშვი დაიბადოს. თუ რამე მოხდა, sonrasında düzelt. მერე გამოვასწორებთ. მადლობ, შვილო. გემრიელად მიირთვი, ბიძია. ბიძია, ერთ რამეს გკითხავ. კითხე, შვილო. ჩვენ რა, ვალდებულები ვართ დიდემია ვიტანოთ? ამჯერად რა გააკეთა? რა შეუძლია გააკეთოს? სულ ბრძანებებს იძლევა. ბიძია, ჰალილ იბრაჰიმს დაველაპარაკებით და წავალთ სანამ ამ გოგოს თმებს დავაცლით. Saçını başını yolup rezillik çıkarmadan gidelim. რანაირიდები ხართ? Ne biçim kardeşsiniz? რას გულისხმობ, ბიძია? ვერ ხედავთ თქვენი ძმა რა დღეშია. ვერაფერს ამჩნევთ? იქვე დაარტყამთ, სადაც სხვები. Siz de mi vuracaksınız? თუ მისთვის ნამდვილი დები იქნებით. Ona gelmesin. გაფრთხილებთ მაინც, რომ იცოდეთ. Ona bir şey gelmesin deyip მოითმინეთ. ne diyeceksiniz? მოვიდეს, მოვიდეს. ჩემთან მოვიდეს, მაგრამ ამ გოგოს ატანა უკვე შეუძლებელია. Artık. Hı? Çıksın. რომ გამოვა უთხარით. Bana desek. ჰალილ იბრაჰიმს რომ ეთქვა, ჩემი პასუხისმგებლობა თქვენ აიღეო, ეს იგივეა. Halil İbrahim için თქვენთვის თუ რთულია, უბრალოდ ადექით და კარი გაიხურეთ. თქვით რომ ერთი ოჯახი არ ვართ. kardeşimiz değilsin deyin. დაფიქრდით, რას ლაპარაკობთ. Gidin. Dayı zaten ბიძია, დავაშავეთ, რომ გითხარით. უბრალოდ გითხარი, რომ მართლები ვართ. Bir kere daha. სწორად მოიქეცით და ასე ვიტყვი. Yürü. წამოდი იდანურ. იქნებ დიდემ სჭირდება რამე. მე ვერ წამოვალ ისედაც მთელი დღე დიდემ ხანიმს მემსახურები. სახლში შენი ჯერია. Canım, საყვარელო, bize kahve ყავა მოვამზადე. biraz da ცოტა რომ ვიჭორაოდ. eline sağlık. გმადლობ. Afiyet olsun. შეგერგოს. Ne diyorsun? რა სიტყვი? Fikret abi? ფიქრეთი თავს გაართმევს? Destek mi? Yani abime ჩემი ძმის დიდად არ მჯერა, ama İsmail მაგრამ ესმა არსებობს. İsmail çekin. თუ ესმა ყველაფერს თავის თავზე აიღებს, ჩემი აზრით შეიძლება ბედნიერები იყვნენ. მეც ასე ვფიქრობ. ესმა ფიქრეთზე კარგავლენას ახდენს. Elif biliyor. ელიფ, ვიცი, აქ ჩემს ძმაზე სალაპარაკოდ არ მოსულხარ.
Ama başkalarından უკეთესი იქნება თუ სხვებზე ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ ჩვენზე ვერაფერს გეტყვი. şeyim kalmadı. Tamam. კარგი, Ama ben yine de ერთ რამეს გეტყვი. senin aklını უბრალოდ რომ დაიმახსოვრო. Söyle bakalım. მითხარი, Hani biz dedik ya ხომ ვამბობდით რომ ყველაფერი ფარული გიყვართ? gizli saklı iş çevirmeleri falan. კარგი, დიდემი იმ სახლში დარჩეს. აკეთოს რაც უნდა. მით უმეტეს რომ ხალილ იბრაჰიმი არ შეეხება. Dokunmaz. ხამით კი? აქ მომიდეს ხოლმე. Olmaz Elif. არ შეიძლება ელიფ დავპირდი. Söz verdim. Bir söz verdiğim ვის დაპირდი ზეინებ? დიდემს? Sözü kime verdim? ნიშნულობა არ აქვს ვის. Sözü თავარია verdiğim ვინ zamanı დაპირდა. vardır. ეს იმიტომ თქვი რომ ხალილ იბრაჰიმი თავისუფალი იყოს და არა იმიტომ რომ ვითამაშო. ფიქრეთ, თუ არ გინდა მამას ნუ შეხვდები. ვალდებული არ ხარ. ვიცი რომ არ ვარ ესმა. თუმცა ახლა Ama bir kez, უკანასკნელად მინდა ვცადო son bir kez. ყველაფერი სწორად გავაკეთოთ. Öfkesi nefreti üstüne değil de უკანასკნელად. rızasıyla yuvamızı kuralım istiyorum. მართლა გულით მინდა. მესმის, მაგრამ მამამ შეიძლება რაღაც გითხრას, რამე მოაწყოს, რაც არ უნდა იყოს სიამაყე შეელახა. აუცილებლად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ტკივილი მოგაყენოს. Yapsın. გააკეთოს. Bütün Çin'i. მთელი ბრაზი და სიძულვილი ამოიღოს. Yeter ki bitsin. იმედია ყველაფრის დასასრულებლად საკმარისი იქნება. Senin de babanın. ვიცი მამა როგორ გიყვარს. O yüzden ზუსტად ამიტომ bugün değilse de bir არ მინდა ინერვიულო. beni istemem. თან იქნებ მდინარეში წყალი გაჩერდეს. Belli. ჩვენ კი საყვარელ ადამიანებთან ერთად დავიწყოთ ახალი ცხოვრება. Günümüzü yaparız. Tüm ვინ იცის? ailemizde yeni hayatımızı იქნებ სასწაულიც მოხდეს. ასე ფიქრობ? hiçbir şey. არ მინდა რამემ ხელი შეგვიშალოს. Sen gelinliğini მინდა შენ ყველაზე ლამაზი პატარძალი. dünyanın en მე კი ყველაზე ბედნიერი სასიძო ვიყო. sayende dünyanın en mutlu erkeği olayım. Böyle რა გონია? indireceğim მხოლოდ ლაპარაკი გიშველის? Gardım yerler. ახლა ვიგაფრთხილებ. Ama თუ დამლას არ გაშორდები, boşanmadan daha არაფერი იქნება. Sen yanımda. უბრალოდ ჩემ გვერდით იყავი. Kardeş günaydın. ძმაო, გამარჯობა. გამარჯობა, მობრძანდი. Burada mıydın? არ გეძინა? Yok istedim ya. არა, ჩამთვლიმა. თხოვდა ჯექი. Eyvallah. მადლობ. İnsan მესმის ყველაზე კარგი ადგილი ისაა, სადაც ადამიანი მშვიდა და anlıyorum. ეს მართლა ასეა. Hayırdır? რა იყო ამ დილაუთენია რამე მოხდა? მადლობა ვერ გადაგიხადე ამ ქაანის გამო. Ukan Bey. Madlub. Eyvallah. და კიდევ Bir de bazı კიდევ insanlar რაღაც oldu. ცვლილებებია, ვიფიქრე, შენთვის მეთქვა. რა ხდება? საღამოს ქემალთან ვახშამი იქნება. Kim kim? და მინდა ესწრება. Ne diyorsun? რას ამბობიავოს? Sana da. ისეთი არაფერი. მე და ლეილა მივედით, მადლობა, ჯამალს დაგვეხმარა. ფიქრეთი და ქემალი უნდა შევარიგოთ. ამიტომ უნდა შევახვედროთ. Aynı Kemal'den. ნამდვილად ქემალს გულისხმობ? ზუსტად ქემალს, ხო? ესმას მამას. Kemal. იაუს, ქემალი ის კაცი არ არის უცბად რომ მოლბეს. შესარიგებლად თავისი პირობები დააყენა. için bazı şartları var. Neymiş? რა პირობები? İşte Fikret ფიქრეთმა ხელზე უნდა აკოცოს და პატიება ითხოვოს. falan. Fikret და neden? ფიქრეთმა რა თქვა? ჯერ უარზე იყო, მე როგორც კი ზეინები ელაპარაკა და თანხმდა. Olur demek durumunda kaldı. Ne და söylüyorsun? ზეინებმა რა თქვა? Yani bunu არ ვიცი ისტორია თუ არა ამას რომ ვამბობ, მაგრამ თქვა, დიდემს ასეთი რამ ეთხოვა ჰალილ იბრაჰიმის დასაბრუნებლად, ხელზე ვაკოცებდიო.
იმ ჯევალს ენდობი? ჩემი ძველი მეგობარია. კარგი ადამიანია. რატომ მეკითხები? რომ არ შევცდეთ? არა მგონია. Annem orada olacak. დედაც იქ იქნება, გამზეც. ქალების თანდასწრებით არაფერს გააკეთებენ. კარგი, მაგრამ ფრთხილად იყავით. როგორც თქვი, ქემალი არაფერს გააკეთებს, მაგრამ შენი მტერი მხოლოდ ქემალი არ არის. Eyvallah. Tamam. კარგი, გმადლობ.